მრავალფეროვანი აბრეშუმის გზას ეწოდება თანამედროვე ჩინელი მხატვრების გამოფენას, რომელიც ჩინეთის კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 100 თანამედროვე ჩინელი ხელოვანის ნამუშევრები, რომლებმაც მრავალფეროვანი აბრეშუმის გზის პროექტში მიიღეს მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში ხელოვანებამ მოიარეს 12 ქვეყანა და საკუთარი ემოციები ნამუშევრებზე გამოსახეს. ნახატებზე ძირითადად წარმოდგენილია ჩინური კულტურა და ტრადიციები. ექსპოზიციის მიზანი ახალ ეპოქაში ხელი შეუწყოს აბრეშუმის გზის აღორძინებას. გამოფენა საქართველოსა და ჩინეთის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის თავს ეძღვნება. ექსპოზიციას სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი 24 დეკემბრამდე უმასპინძლებს. ჩინეთის კულტურის დღეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის. აბრეშუმის გზამ ისტორიას ბრწყინვალე ცივილიზაციების შემოუნახა. ჩინელმა მხატვრებმა კი ეს საოცარი სამყარო გამოსახეს საკუთარ ნამუშევრებში. ფიქრობ, ქართველი დამთვალიერებლებისთვის მათი ხედვა ძალიან საინტერესო იქნება. ჩანს აქ ნაწილობრივ ნამუშევრები ტრადიციული, თქვა ჩინური მელნით შესრულებული, ანუ ტრადიციული მხატვრობა ჩინური, ისევე როგორც ზეთის აღებით შესრულებული ნამუშევრები. მთავარი მე მგონი იდეა, რომელიც ამ გამოფენას აერთიანებს, ეს არის მრავალფეროვანი აბრეშუმის გზა.